მსჯავრდებული ამ დღეს დაკავების წუთიდან ელოდა. მეხუთე პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. ციხეში 4 წელი გაატარა, რომელიც მისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა დღეს ძალიან ბედნიერია. ვერ გადმოგცემთ იმ სემიდონიც ემოცია მაქვს ახლა ნამდვილად. 4 წელი და 4 თვე ვიჯექი და დარჩენილი მქონდა 2 თვე და ნახევარი. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდით. ჩვენ ამ პატიმრებს ყველა დღეს გვიმსუბუქებს თითოეული თანამშრომელი. დღევანდელ დღეს სასჯელისგან კიდევ ასობით პატიმარი გათავისუფლდა. მათთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. დღეს კი, როდესაც გაიგეს, რომ ციხეს ვადაზე ადრე დატოვებდნენ, ემოციებს ვერ მალავენ. 4 წელიწად ნახევარი გავატარე ციხეში. ამ პერიოდში ბევრი რამე გავაკეთე, აქ სწავლა დავიწყე და ჩავაბარე და ვსწავლობდი და ძალიან ცოტა დამჭა დასასრულებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, ცოტა მიჭირს ემოციების გამოხატვა, იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან მადლობელი ვარ ამ საჩუქრისთვის. მადლობა პრეზიდენტს. ძალიან გახარებული ვარ, მადლობა მინდა გადაუხადო პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესებში, რომ შესაძლებლობა მომცა დავბრუნებოდი ჩემს ოჯახს. უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ბატონ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს ამ ჰუმანური აქტისთვის. ნახდირად ბედნიერი დღე არის ჩემთვის ორმაგად, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო თავისუფალი ვარ და მეორე დღეს ხვალ შვილიშვილს ველოდები, პატარა შვილიშვილს. მოლოდინი არ ქონდა, ემოცია ძალიან დიდი ქონდა, ჰუმანური აქტი რაც განხორციელდა, ყველანი ვართ ბედნიერები, ახლა დაუბრუნდებით ჩვენს ოჯახებს. დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ამის გაკეთებისთვის და ჩვენი გაბედნიერებისთვის. ეს საქართველოს მე-6 პრეზიდენტის პირველი შეწყალების აქტია. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნაწილმა პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა, ნაწილი კი დღის ბოლომდე დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტს მიესალმება მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს მადლობა გადაუხადა. მასთან ერთად პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით გასულ წლებში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მსგავსი თანამშრომლობის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრად ადრე მოხდებოდა. 600-ზე მეტი პატიმარი, 613 პატიმარი კონკრეტულად იქნა შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის აქტით. მე მადლობა მინდა ასევე გადაუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს, შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ ანდრია ოხანაშვილს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის, რა თქმა უნდა, მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა შობს გვიან ვიდრე არასდროს დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა და მისცა კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი. მიხეილ ყაველაშვილის ჰუმანურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები. უკმაყოფილებას ვერ მალავენ და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მე ჰუმანისტი ადამიანი ვარ და ზოგადად კარგია, როცა ადამიანის რესოციალიზაცია ხდება, შეწყალება ხდება, მაგრამ ლამის პატიმრების 10% შეიწყალეს. ეს არის ალბათ წინა საარჩევნო ქოცური დაპირების შესრულება. ნებისმიერი ამნისტია ეს არის ჰუმანური აქტი. აქ სადაო არაფერია. სადაო არის ის, რომ დღევანდელ მოცემულობაში, დღევანდელ გარემოში ვის საფუძველზე, რა ანალიზის, რა შეფასების საფუძველზე, რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. რადიკალური ოპოზიციის უსაფუძვლო კრიტიკა მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის მორიგი თემაა, რომელსაც ნაცოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჰუმანური აქტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შესაწყალებელი პირები მკაცრად გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.
ბევრი სისულელე მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ამ ტიპის განცხადებებით. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან და რა თქმა უნდა მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საქმიანობა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, სწორი გადაწყვეტილებით და ბევრი ოჯახი გაახარა, ჩართული იყო არა მხოლოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, არამედ მთელი სისტემა, მათ შორის განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრო, სასჯელი ახსოვების დაწესებულება, რომლის ახასიათებას, რეკომენდაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ იქცეოდნენ კონკრეტული მსჯავრდებულები, რესოციალიზაციის მიზნები რამდენად იყო მიწეოდა, გამოხდნენ სოციალურ ქსელებში და როგორ მოასწრო 613 საქმის განხილვა. გონიათ, რომ პრეზიდენტი უნდა ჩაუჯდეს ყველა საქმეს და დეტალურად განიხილოს მისი ადმინისტრაცია და იმდენი ხალხი, რომლებიც იქ მუშაობენ, რასაკეთებს სასჯელი ახსოვების დაწესებულების უამრავი თანამშრომელი, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი სხვა უწყებები, რომლებიც რისკებს განიხილავენ და თავისი პოზიცია აქვს თითოეულ მათგანთან დაკავშირებით დაფიქსირებული მთელი სისტემა მუშაობს ამაზე და ეს სისტემა მათ შორის, რომლის სათავეში ამ შემთხვევაში არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეცნობა დეტალურად და ინდივიდუალურად შეწყალების სპეციფიკა ეს არის. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყველას ჰქონდეთ შესაძლებლობა საზოგადოებაში საკუთარი თავის წარმოჩინების და ინტეგრირების. სწორედ ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია შეწყალება, ესეთი მასშტაბური შეწყალება არ მოხდარა და ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ამდენ ადამიანს მიეცა საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ერთის მხრივ ის, რომ თუ ვინ არიან ეს ადამიანები, მათი დახასიათება, პიროვნება, მათი საქციელი დაწესებულებებში, მათი დანაშაულის სიმძიმე, დაზარალებულის ინტერესები და ასე შემდეგ, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ის, რომ საზოგადოებაში დაცული იყოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის წესრიგი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილს არ უყვარდა და არ უყვარს საქართველო, ის არ იცნობდა საქართველოს მენტალიტეტს და აქედან გამომდინარე მხოლოდ თავის შიდა წრეებიდან და მათი ოჯახის წევრებიდან ღებულობდა ინფორმაციას და ასე იწყალებდა ერთეულ ადამიანებს. მისთვის სახელმწიფოებრიობა, როგორც ასეთი ცნება, არ არსებობდა და არ არსებობს. ამიტომაც ვერ ექნებოდა ვერც ახალწელს, ვერც აღდგომას და ვერც ნათლისღებას ასეთი მასშტაბური, სწორად რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მასშტაბური შეწყალებები და გამომდინარე აქედან ეს მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი პირველი ჰუმანური აქტი, რომელიც შეეხება მსჯავრდებულებს, რა თქმა უნდა, იქნება დასაბამი იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვს იმის შანსი, რომ რესოციალიზაცია მოახდინონ თავიანთ საზოგადოებაში. სააკაშვილის რეჟიმის დროს ქვეყანაში პატიმრების რეკორდული რაოდენობა იყო. ციხეებში არაადამიანურ პირობებში 27,000-მდე პირი ცხოვრობდა. უკვე დღეს კი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მათი რაოდენობა მესამედიც არ არის. ქართული ოცნების ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა კი არის ის, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს.